Შემიძლია გითხრათ ზოგადად. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. და ეს სიურპრიზი დახდებათ მათ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მაგრამ კანონი იმოქმედებს მათი მიმართ ძალიან მკაცრად. ეს განცხადება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი მტკიცებით პროტესტის ორგანიზატორები არიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი რადიკალური ექსტრემისტული ორგანიზაციები და დაჯგუფებები. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხი ბევრად მკაცრი იქნება, ვიდრე გასული წლის პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებულთა მიმართ. მანამდე კი პრემიერმა შეაჯამა წინასაარჩევნო გარემო და მას კონკურენტული და თავისუფალი უწოდა მუქარისგან, ზეწოლისა და ძალადობისგან. თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არ მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ ცდილობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. გარდა ამისა, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელ ჩარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4 ნახევარწლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთმუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ურჩევთ გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამღები უმკაცრეს პასუხს მიიღებს. საკადრისი პასუხის გაცემის პირობას იძლევა პარლამენტის თავმჯდომარეს. ქართული ოცნების ოფისში შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მშვიდობიანი დამხობის ტერმინის ავტორები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს ერთ-ერთ საქმეში, რომელიც თურქეთს ეხებოდა, სადაც ერთ-ერთი ორგანიზაცია საუბრობდა ლეგიტიმურ ჯიხადზე, ლეგიტიმურ ძალადობაზე და ზუსტად აი ეს წინ სართი ლეგიტიმური დამატებით ცდილობდა თითქოს ამისთვის რაღაც მიეცა ისეთი ფორმა, რომელიც შესაძლოა დაცული ყოფილიყო სიტყვის გამოხატვის უფლებით. ამაზე სტრასბურგის სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ასე რომ შესაბამისად აი ამ ტერმინოლოგიის გამომგონებლებს მინდა დავარწმუნო, რომ ისინი ვერანაირად ვერ გაიქცევიან პასუხისმგებლობას ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. ასე რომ ნათქვამი სიტყვა უკვე არის და ეს ამას უკვე ვერაფერს შეცვლიან. და ბურჯულაძე ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა საკუთარი თავი. ანუ რაც კი მოხდება, რამე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი ის არის, რა თქმა უნდა, ყველა სხვაც, ნაციონალურ მოძრაობის პარტიები და NGO-ები, რომლებიც არიან ამის თანაორგანიზატორები, მაგრამ იურიდიულად მან ეს უკვე გააფორმა როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ეს კარგი პროცესიც არის, ვინაიდან ჩვენ ასეთ შესაძლებლობა სხვა დროს არ ქონია. ხვალ არის ის მომენტი, როდესაც რამდენიმე რადიკალური პარტია, რამდენიმე NGO და დაჯგუფებები ოფიციალურად ყველა კრიტერიუმებით გაფორმდებიან როგორც რადიკალი ექსტრემისტი დაჯგუფებები. საინიციატივო ჯგუფ რუსთაველის გამზირის დამფუძნებელი პაატა ბურჯულაძე კი ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა გეგმები საერთოდ არ მოიცავს ძალადობრივ ქმედებებს. ხელისუფლებისადმი მას sapasukho მოწოდება აქვს. ჩვენს გავთხილებთ, თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცეთ კანონის ფარგლებში. ისე რომ ეს 4 რიცხვამდე ჩემო ძვირფასო მეგობრებო, პირველად საქართველოს ისტორიაში არის ეროვნული კრება. მინდა გითხრათ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, ისეთი როგორცაა ჯანდაცვა, ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა გარანტირებული იქნება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პროფესიონალები.
ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. 4 ოქტომბრის გასამართ არჩევნებსაც და ამ დღეს შესაძლო ძალადობრივ ქმედებებს ტყუილს უწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბნის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე მისვლას გეგმავს. მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემ ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და კიდევ ვიქნები სანამ საჭირო იქნება და ბოლომდე. შეიძლება კიდევ უფრო დიდი ტყვილი იყოს ის, რასაც წინასწარ მეტყველებს კობახიძე, რომ რაღაცა მცდელობა იქნება დამხობის, სადაც ყველა იქნება გაერთიანებული. არც არანაირი გამოგლეჯვის შანსი არ არსებობს, არც რამის გამოსწორების შანსი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის პირობებში ჩატარებული არჩევნები, ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ამისი მაგალითი რუსეთშიც. ერთმანეთის პარალელურად ქუჩის პროტესტი და კენჭისყრის პროცესი ამ ფორმით არჩევნები საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში პირველად ტარდება. დემონსტრაციის ორგანიზატორები და მონაწილეები შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა თბილისის მერიამ. უწყებამ განმარტა, რომ კანონმდებლობით დაუშვებელია მოქალაქეთა შეკრება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში. ამ მიზეზით მერიამ პაატა ბურჭულაძის მოთხოვნას რუსთაველის გამზრზე სცენის მონტაჟის შესახებ უარით უპასუხა. 4-ის ნაცვლად თანხმობა მხოლოდ 1 სცენის მონტაჟზე გაიცა. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი გიმნაზიის შენობაში ცესკოს გახსნილი აქვს მთაწმინდის ნომერ მე-7 საარჩევნო უბანი.